Slide Production და რუსთავი 2 წარმოგიდგენთ. ჩქარდება დინება. ჩქარდება დინება და დროზე ხილად არ იმასნას, აქვე არ წაგიღო, ძალიან ღრმა არის, დო. აუ, ფეხები მტკივა. იგა მღვიმეებია ძალიან ღრმა. მე ვფიქრობ, რომ ვარ პირველ რიგში კარგი დედა. თან მყავს 2 ბიჭი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი რო არის, ბანალურია ძალიან, მაგრამ რეალურად ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს და ჩვენ სამივე ერთად გადავწყვიტეთ ჩემი აქ წამოსვლა, მე და ჩემმა შვილებმა. არა, მოთალი არაო. ძალიან არ მიყვარს ტყუილი. მთელი ცხოვრება იმიტომ გავიარე ამდენი ტკივილი და ჩემი ცხოვრების გზა რეალურად ტკივილზე გადის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტყუილი იყო ჩემს გარშემო. კოჭი მივაკრე. მე პირველი კვირა ძალიან გამიჭირდა ნიკას გარდატეხვა და მე ვთვლი რომ ნიკას ხასიათში ჩემი წვლილი შევიტანე და სხვათა შორის როდესაც ცოლი ჩამოვიდა მან აღნიშნა რომ ნიკა ძალიან შეცვლილია და კარგისკენ. ხსა დამცხვა მაგრამ ოღონდ ფეხებს ვერ აღგრძნო. და იმედი მაქვს რა ხან ამდენადაც გაუძელე ამასაც გაუძლებ. ერთადერთი რაც მინდა და ვინმესთან დამერეკა და მე თქვა იცი აი ესე დღეში ვარ და მე ვიფიქრე ხო მე მკითხავ ვარ უბერა რას ქვია პარტნიორთან და საერთო ვერ იპოვე მე რომელიც პრაქტიკულად ყველასთან პოულობ საერთო ენას. მაინც ჩვენ ნახოთ ახლა საით მივიდივართ. აი ჩემი იმით გამოთვლებით იქით არის სადღაც. ჭართესა? წამწამ თან ვიაროთ, თორე აქ თუ დაგვაღამდა მე კარგად ვიყავე. და მე შეგჭამს ყველა ვარიანტი. ყველა მოქნეულ წილს ორჯერ მეტი წიხლით პასუხობ. ყველა მოქნეულ მუშტზე 10 იმდენი მაქვს დახვედრებული და მესმის რომ ეს ცუდია, მაგრამ მე ასეთი ვარ რეალურად. ნიკა მე ეჭვი, მაგრამ ყველაზე რთული გზით წამოვედით ჩვენ. მე ესეთი ეჭვი მაქვს და მე მგონი ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია თან ამ გზით წამოსვლა რა. მე ერთი მთავარი ნაბიჯი რაც გადავდგი ჩემ ცხოვრებაში ეს იყო რომ გამვლილი 35 წელი ავსახე ციგნში და აქედან გამომდინარე ხშირად მithქვამს რომ ესეთი ტიპის ციგნი სხვას რო დაეწერა ალბათ ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა ბევრი სირთულის გადალახვა. აუ როგორ მომწონს ეს სისტემი აქ ხებზე ისინი ბევრი ნიკა შენ ახლა ზარო არის. სილამაზის აღქმის თავი და აუ რაღაც კმაყოფილებით ავუშვე, იცი მაგარი ადგილები გამოვიარეთ ისე სერიოზული რა. ყველაფერი არ დაგწყდა. ჩავთვალოთ რომ მაგარ პონჩი ვარ. ვაი მე ხა, კიდე ჯო. ნიკა, იცი რა მინდა ხო მინდა. აი ამაზე დადგი აი. საათ. აი ამ აფაზე. აი არ მაქვს არაფერი ისეთ რის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია მე არ გულისხმობ ადამიანებს. ანუ პროდუქტი, რაღაცა კერძი, სასმელი და ვფიქრობ რომ როდესაც შენ აძლევ შენ თავს უფლებას რომ აი ასეთ პროექტში წახვიდე, გაცილებით მეტია ყურადღება შენს მიმართ. აბა რა შეეშლება, აბა რაში ჩაიჭრება, აბა მართლა შეძლებს თუ არა 20 წლის ბავშვებთან ერთად გაუყადროს თავი და მათზე უკეთესად იყოს ხშირ შემთხვევაში თუ გამოვლინდება მისი პიროვნება. იცი რა არის, რომ ვაანალიზებ ამ თამაშებს ჩვენ მარტო იქ მოგვივიდა პრობლემა, სადაც ცოტა უფრო მეტი ვიფიქრეთ, გაიგე? ანუ იმაზე მეტი ვიფიქრეთ, ვიდრე საჭირო იყო და დაგეგმილი. უფრო რთულად ვიფიქრეთ რა, მართალი. ანუ გაცილებით უფრო მარტივია ყველაფერი, ვიდრე ჩვენ იმას ვქენით რა დავძაბეთ. მე მაგას ვფიქრობ, როგორი რაღაცა, იცი? თითქოს ხო აი ესეთ ჩახუჭუჭებული თამაშებია, მაგრამ რეალურად პასუხი არის ხოლმე მარტივი. და ძევს საკმაოდ ზედაპირზე რა. მე ვფიქრობ გავათვიცნობიერეთ რომ ეს არ არის თამაში, ეს არის ცხოვრება რეალურად. დაბრუნების მეშინია რა, იმიტომ რომ რაღაცა ერთი თვე აი ამ წესი ცხოვრება, აი არ ვიცი სამსახურში როგორ უნდა მივიდე, არ ვიცი ხუსლებზე როგორ უნდა დავდგე, არ ვიცი აი
იმდანაც აქ ვარ ჩართული ცხოვრებისეულ რაღაც ეს ჩვენი ცხოვრებაა, ხო? რომ აი რეალურ ცხოვრებას, იმ ცხოვრებას როგორ უნდა დაუბრუნო ვერ ხვდები, იცი? ასე რომ ჩემთვის ეს პროექტი გამოცდა არის, კიდევ ერთი და მე ჩემ ცხოვრებაში მუდმივად საკუთარ თავს ვუწყობ გამოცდას. აქვე დავაფიქსირებ, რომ ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს მამაკაცი, რომელიც მელოდება, მაშინ მე აქ არ ვიქნებოდი. ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს ჩემი ოჯახის გარდა, ანუ მე ვთვლი შვილებს და დედას და ძმას, მეტი არავინ, არც ერთი პიროვნება, რომელიც ზრუნავს ჩემზე, რომელიც თუნდაც დამიშლი და აქ წამოსვას. ალბათ მე გაცილებით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ პროექტში ჩემთვის ვინმეს დაეშალა წამოსვლა. რადგან ეს არ მოხდა, მე ზუსტად ვიცი, რომ აი ამ ცასა და ამ მიწას შორის მარტო ვარ გამოკიდებული და მარტო უნდა ვიბრძოლო, თუნდაც იმისთვის, რომ ვიყო ძლიერ ფიზიკურ ფორმაში და გავიხანგძლივო რაღაცა ახალგაზრდობის წლები. შენი ჩანთის თრევა მაკდა ახლა კიდე რა. კივაძა. ჩემი. კივა. ვინა მოგარტყა დაგიგეს. თქვა კიდე და ვეღარ იგია ქემიკიას. ჭხილებს აი ვეღარ გავიკეთებ და ძალიან ნერვიულია. ისე რა მოხდება ეს ხოლმე მაინც იყავით ეს და ნატავი. წაგის ხო ბაზარი არა. ვინა? დავიღალე უკვე. სახშიც მინდა წასვლა რა. იმ კონცერტმა პროსტა მაგარი იყო. ამასვენა მაგრად რა და კონცერტი აი შეგული კაი აი მაგრა რაღაცა ისეთი ბედნიერი სახე ქონდა. ახლა გახიდია. ბეწვის. ნუ გერაკენს. ისა? ძალიან ნელა უნდა იარო და დაადგი კუთხეებში ჯობია. და ზუსტად ფიცრებს, იმიტომ რომ მაგრა იქანავს ეს. ხო არ დაგჭირდი. არა. ჯერ არ მეუბნება ახლა რაღაცებს. ბოლო ყველაზე რთული საათი იქ უნდა გავამიყენოს. ნახე ხული არ და როგორ შეიძლება რასაკეთებ? რატო? ჯერ ეგრეთი ეს არის პარკი ეროვნული სადაც არანაირი არ უნდა მოკლა. როცა არ იყოს პარკი მაინც არ უნდა მოკლა. რა ხიფათიანები ვართ რა ეს რა დაგვემართაში. ბიჭო, მთელი თამაშია რარად მიყვები ჯიგრულად და უცებ რა. დასუტირებ. ნიკოლაი რო იძახის. რა მაგარია ჯიკა. ის ქვილი გაიჩი აქედან. ნელა გადავალ და ვებანავა შეგნე? მოიცა ეს. ხუდი არ გინდა? დარი მტვარს ეკიდებოდა. ძალიან ხარი აყრილი ფიცრები და ძალიან ფრთხილად გადმოდი. თუ მაგრა გაგვიმართლა ამინძე აქ. ხო ის? ძალიან მაგარი ადგილი. აი ეს ბეშულია მაგარი ძალიან ზაფხულში იქნება სასწაული. ახლა просто აღარავინ აღარ იყო სექტემბერში ჩამოდის ხალხი მაგდენ რომ ცივდება. ერთი თვე რო გაჩერდე მე თბილისში 3 თვე ნერვები არ მოგეშლება არავის და არაფერს. თან ზაფხულში ყველგან რო იცის სიკვდილი ძალიან კარგი იმზია. ცეჩი. ბიჭო, რამდენი შუტკა გაიჩითა вообще აქ. დაგარი თან, მაგრამ აქ დაძაბულობაც არ ვიყო. ბიჭო, დაძაბულობა ყოველთვის იქნება. ლადები, თვალები, უბრალოდ იყურებენ. არა, ეგ ძრო რო გადის მაგიტო. ისედაც შენებს, შენ მეგობრებს მოწყვეტილი ხარ ყველას. დეპრესიაში ხარ. ისე როგორ უნდა წავდი ამ პროექტზე? ძალიან მაგ თუ არ მოგჩება გავედა. არ ვეშხუბო. არა, ეგ შენ საერთოდ არ გაგიჭირდება მე. მე არ. ხო, შენ ჩუბი არ გაგიჭირდება, გატყობ. აბასი და ის კოჭებში გეტყობ, არა. კოჭებში გეტყობ. არ გინდა რომ შენ თავს უთხარ რომ ისე როგორ წავიდი აქედან რომ რაღაცა აი ესეთ კარგი არ გავაკეთო. ჩუბი ყველაზე ადვილია. არა, იმიტომ რომ სულ მიწევდა, სულ მე მშვიდად ვარ და თავს მე პაექრე, როგორც ენით მე პაექრე. ჩუბი და მუსულმანების სალოცავია?
უკვე. ეს ხიდი იქ და გზაჩადის აქეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ, ტერერერე აქეთ. ეხლა საით მივჭირებთ? რაღაც შენობასთან. ეს რა არის? რა ადგილას ხარ? ახლა ბოზარეთის ხეობაში საფალეს იგი ბოზარეთის თავში. ის თავში? ბოზარეთის თავში. ბოზარეთი? ხო. ბოზარეთი ქვია ამას, ხო? ხო. ეს რა არის? ეგ რა იქნება? მანდარინი. არა, ამბობს ამას, ციტრუსია. ხო. ხო? ხო, სადავლები ხარ. თბილისი, ქუთაისი. თბილისი, ქუთაისი. ხესაკეთებ. დავდივართ, ტურისტები ვართ. ტურისტები. აი გადამღებია, მაგის ჩვენი აჭარაზე გადაცემას ვაკეთებთ. აჭარაზე რატომ? კაი კუთხეა და იმიტომ. ჩაქვის თავი რა არის? მდიდარი ალბათ. ეგ მომეც თუ გიშლის. არ დაგამადლი. ჩანთან წამომაწახე უკვე რამოდენიმე. ხაკოს სარკე დამივარდა. აი ხელის მოტეხვაზე უარესი გაუკეთე ხა. ერთი ჩავიხედავ რა შენ სარკეში. მამაშენი რო გამიბრაზდება, ყუდოსნი რო გატკინე, ეს ან აყურებინე მე. რო არ გამიბრაზდეს. აწიეზებით. ზევით ავწიო? ხო, ზევით, აი ნოჩი ზევით. ოღონდ ის საქმეა. დავიწიო. მოიცა, აი ეს. სწორია, რა. მაგას მეუნება. მივადგეთ? შეხე რა ფერისი, არანაირი დაღლილი სახე, არანაირი. რა ისწავლა, რა შემილდი? რა დაღლილი, ლელოში რა გიქნათ კაცმა? ტირალას ეროვნულ პარკში მონაწილეებს სელით ბონუს თამაში. მათ დიპლომატ ჰოლდინგის პროდუქციით უნდა მოამზადონ სალათი. გამარჯვებულს უფლება ექნება სხვა გუნდიდან აირჩიოს საპირისპირო სქესის მოთამაშე და რომანტიკული ვახშმის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატაროს. ერთი ხედი. ფუნქციო მეტროზე. ეს არის ჩემ ეს კულინარიული. მე ვიღებთ ხავს. ხავს ესე და ვყრით. კაი რა შრები. წესითილე უნდა იყოს და ის იჭრება. ამათი კერძი არის 26 მაისის და 31 დეკემბრის საკონცერტო ნომერი. შეტელი სურნები და ჩახლა. ბალამდა. აუ რამე რომ მოვითხოვო ცოტა ისეთი არ გამოვა ძალიან დიდებია და ასე არა. ასლას უნდები 5-ისაა. ეს აღარ უნდა. მე გასა მარცხენა ხელი მარჯვენა ხელი. ეხლა ბაგრძელებთ. ვიღებთ ლიმონს. რატო იღებ ჩვენ? ეს კერცა ეს გავს სალათა. აი ახლა განახეთ. ვაგრძელებთ ლიმონს. აი ესე. აი ხოცი ბიჭო, თეთრი ხოცი. აი ესე. აი ხოცი იჯავებს. მაიონეზი ხელით გირჩევია? მაიონეზს ვიღებთ. აი ესე და ვაკეთებ თამაში. ეცებს შეყო, ფეყო. არის. ეს არის დამოკიდებულება კერძზე. რაღაცას ხო გავს. იმას ქვინდა დავა. ეს მეტა ხმიდა ჩქარჩქარ. ან გავაცალოთ ხონდეს. ხორცად არის. სურაშე ფიქრობ რომ ამას გასინჯო? კეჩუპი არა, კეჩუპი არ უნდა ამას. სეზარს არ უნდა. ახლა რა პასუხი დამცა ეგრევე? გავშიშე. ჯერ არ არის. არა, ჩვენი ჯობია. დაადე მიწას. კარგად მომისმინეთ. ვალიმ პროექტის ფარგლებში მიიღო არაჩვეულებრივი საჩუქარი სიურპრიზი ბონუსი, რაც გნებავთ ის დაარქვით. დღეს
საღამოს დღეს საღამოს ლალი დროს გაატარებს არაჩვეულებრივ ბარში, კაფეში, რესტორანში, რომანტიკულ, ასე ვთქვათ, ვახშამზე და ღამე დაიძინებს არაჩვეულებრივ სასტუმროში და ვისთან გადაწყვიტავს ლალი ამ საღამოს გატარებას და სასტუმროში ღამის გათევას. ამას თავად ლალი აიჭე და შენ უფლება გაქვს აირჩიო ნებისმიერი მამაკაცი ნებისმიერი გუნდიდან. მაგანა გამარჯობა. როგორ გზანდებით? ჩვენ გვაქვს ნომერი აქ, მე მგონი. თაქმის კურსში ხართ, ხო? პირველი? კი ბატონო. დიდი მადლობა. მე მაგ ტანსაცმელი საღამოს კაფისთვის. სმოკინგი გაქვს? როგორ დავიკიდო შენთან რომანტიკული ვახშამი? ვაფშე მკიდი ხარა ბაკა, სიამოვნებით ჭამუშენოთ. შენ მოყავს ეს ჭამ და მიყურებენ პირში. წამორა და მე მევიბანო. და ეხა მანო სამშია. და სექსია. სვერია. ესე? რა ქნა ხა ვერ გავიგე, ხო ჭოჭრას ვერ გავიგე. ვაიმე. მოიცა, ეხა აქ სხვა რაღაცები მომივიდა მე თავში. არა, მოიცა, ჯერ ერთი მაგამდე უნდა მივიდეთ. მე თავი მგონია არა რომანტიკულ ვახშამზე. არამედ აი ძმაკაცურ სუფრაზე. თბილისელ უტანკას რო დაპატიჟებს სადღაც ხარს. არა, მე წავედი. არა, შენ არაფერს შუაში არა. შენ არაფერს შუაში არა. ნუ დაპატიჟე. შენ არაფერს შუაში. მე ვიზახი ჩვენ ეხა სადაღმო. არა, შუაში ხარ, ლალა. შენ გაკა არასწორი. არ მე ვაფშე მომიწევია, არ მინდა. ეხა დაჯექი უყურე მას? დაჯექი. რა, ისემა. თუ საუნაში ვარ, ბოლომდე საუნაში ვიქნებიო. კიდევ ერთხელ წავალ ხა იცოდე რა და აღარ დაგვუნდები არასდროს და ეგდები პირალაზე მარტო. შენ რა შუაში ხარ, რას მართლა. ხო. თავარი ახსნა, ეხლა ლავი. ჩვენ ვიმყოფებით მტირალოს მთაზე. მართლა ფანტასტიკურ ადგილას. ამ ადგილმა გამახსენა მე რამოდენიმეჯერ მომიწია ჩეხეთში ყოფნა. მართლა? მე მგონა არ იყო. ერთი წამი რა. გაცდენილი ვარკეთილს. შენ ესე მითხარ, არა, რადგან რა როლიც მომანიჭე, იმას შევასრულე ბოლომდე. და რაღაც ასოციაცია გამეჩნდა ისეთი, რომ რაც იქ მინახავს, რაღაც მაგდაგვარი სასტუმრო არის, ძალიან კარგია. მე გამიმარჯვეს, იმიტომ ჩემზე კაი ტიპი აქ არავინ არ არის ახლა რა. აბა რა. ან ახლა, როგორც გნებო ქართლის გაგებ. მაგარ პონჩი ვარ. ტირალა. არა, სასტუმროში არა ვარ. დაბალილი ვარაც თავარია. სუბკავარ და ჭამ, მე რაღაცები ვერ გავიგე, ერთ თვეებში შევშელობ. ასე მეცადება რომ გოგოები არიან ჩვენთან თვითონ მართლა. იმიტომ რომ შენ ვერ ავსებ ჩემ კამპანიას მე. ჩაძიდე რომ ისინი არ არიან. ეხლა ძალიან თუ მოგამომიწვე. როგორ მოგეწვე რა არა? მე სხვა რაღაცებს მომთხოვ. მე შენ? თუ შენ მე? შენ მე. კი, პასუხს მოგთხოვ ბევრ ამაზე. არა, შეჩერებას მომთხოვ. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ხალბატონ ლალი. იმისთვის რომ მე გავხდით კონჩეული და მარტო ერთ მიზეზია რომ აქვს. ეხლა ჭამო გემრიელი საჭმელს. თუ შეყვარებული არ ყავს, ახლა ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ რა მოხდება ღავე? შეჭამ და დაიძინებ, ის მოხდება. მე და ლალი მოროშილოვი ამ რომანტიკულ ვახშამს შევხვდით ძალიან ოპტიმისტურად. მაგრამ ეხლა ერთმანეთში ვაიაქრობ მხოლოდ იმის გამო, რომ მე, როდესაც შემოვედი აქ, ვთქვი, რომ ეს სუფრა არ გავს რომანტიკულ ვახშამს და ეს სუფრა გავს თბილისში პუტანკებს რო უშლიან ბიჭები საუნაში ვახშამს. თავ გავარ საუნაში. არა, ომისმინე. არა, ხო გავარ, ზუსტად ეგრევა. მე ვთქვი, რომ მე და ლალის არა მოიცადე ერთოთი. მე ვგავარ, ეხა საუნიდან, იმიტომ რომ რეალურად ვარ გამოსული საუნიდან. იმიტომ რომ დავიბანე როგორც იქნა, ვერ დავივარცხნე ფენი არ ქონდა. გეყოფა თამაში შენ ბერცავარი თავსა დამდვილი ხარ? იმის იქით გზა გქონი. იმის იქით ვარ ზუსტად ვიცი რა. იმის იქით რო არ არსებობს იქ ვარ, აი მე კიდე რა ვერ დამწყევლის იმის იქით ვარ რა.
ნუ შეტანებასთან. ხოთა შენ თრალი ხარ. ნეიტრალი არ ვარ, აი იაშიკში არ ვარ ნეიტრალი, ისეთ რომ შენ ვერ დაგელაპარაკო, უბრალოდ მინიმუმ რა. შენ მე პრანჭები? რა თქმა უნდა. არასდროს. რა თქმა უნდა, განა იმიტომ რომ მე და შენ შეიძლება რაღაც გუნდა შეიძლება სხვა. მე ყველა ადამიანს ვეპრაჭები, ვინ ჩემი მეგობარია, მით უმეტეს სუსტის სქესის. მე ყველა ვარ? მე ყველა ადამიანი, ვინც მომწონს და მე სიმპათიურობა მეგობარი, ყველას ვეპრაჭები. მე ყველა ვარ ასე ქვია, რას ვიხობს? ყველას ეპრანჭები, ანუ მე ყველას. ვინც მე მაინტერესებს და ვინც მე მიყვარს და მომწონს და ვისთანაც ვთვლი რომ საუბარი არ არის ფუჭი დროის კარგოა, ყველას ვეპრაჭები, რა თქმა უნდა. ბევრი ვართ? ნორმალურად რა. საბედნიერად. რამდენად ნორმალურად? კარგად ნორმალურად. კარგად რომელი 10-ული, 20-ული, 30-ული? არა, 10-ული. კაი, კაცო. 10-ში ვარ? 10-ში ხარ, შეიძლება მოწინავე ადგილებზეც იყავი, მაგრამ დღეს ისეთი გამიჭედი ქართული გრუზინულები ჩამიტარე, რომ აღარ ვიცი სად დაგაყენო, просто ვერ ვხვდები. ჩემს რომანტიული სუფრას მელოდებოდი, რა ვერ გაიგე ხარ და მაგრამ რატომ მქონდა რომანტიული სუფრა შეთა? მე ვთქვი. აღჭერ. რომანტიული სუფრა შიმაობას არ ნიშნავს. არა, ჩემს შენც არა. ხო, მაგას ვიზახი და ეს არის ქართული რესტორანში შემოიხედე შენი ჭერიმეში გაშლილი სუფრა არის ეს. შენს რა არის რომანტიული სუფრა? ანუ ჩემთან რომანტიული სუფრა მე რომანტიული სუფრაზე არ ვარ ნამყოფი არასოდეს. მე მომწონს გოგო ჩემი რაღაცით მინდა მოვაწონო თავი და არა იმაზე სად დავპატიჟებ. მაგრამ თუ მომცა ამ შოუ საშუალება იმისი რომ პირველად ცხოვრებაში ყოფილიყო რომანტიულ სუფრაზე არ გამოგივიდა. აი თუ ეს არის რომანტიული სუფრა, მაშინ მე არ მინდა. არ მინდა. არ გამოგივიდა. არ იცი შენ. ხო, არ მინდა. დაანებით თავი გაეშვი. აი ეს დებილივით როცა იცინეს ხოლმე, მაშინ ძალიან საყვარელია. სულ მაგას ვეუბნები რომ როგორიც ხარ, ეგეთი იყავ. აი რომ გასერიოზულდება და კაპასინაშა რო ხდება ხოლმე, აი მაშინ არ მივაცევა რა. და მე მართლა მგონია რომ როგორიც სინამდვილეში ასეთი რო იყოს სულ თელ საქართველოს ეყურება ეს გოგო. რატო გონე რა არ უყართ საქართველოს? ნუ პატივს გცენ მე. უჩაში რო ხედავენ, ეს ის არ არის და მაგ პოჩი ხული. მეტი არაფერი. არა. ანუ ჯენტელმენების სუფრაზე არ ყავს? გასაგებია. ჩემს მეგობრებს გავუმორწოს თბილისში. რომელიც ძალიან მენატრება. შენერები არიან? კი, რა თქმა უნდა, ჩემზე მაგარი გიშები კიდე. როგორები? ძალიან თანამედროვე ქართველები არიან. აუ, როგორ მაინტერესებს დღეს რა სიზამდნენ? გადაყარი? დღეს რა სიზამდნენ ამ სუფრაზე? ნაკლებად ლოიალურები იქნებოდნენ ვიდრე მე ვარ. ახლა და ეს თუ არსებობს იცი? მე რა მიდიება? არა ნაკლებად ლოიალურებზე? და რა მიდიება? არ წდება. სასტუმროს პიარი უნდა და ლალი მაროშკინას და ამტრობს ახლა ამ სასტუმროს. არა, ხო არ წდება. ხო არ გამორთოს კამერები მეგობრები. შენ თავზე წდება? მიდიება? გასიჯო? მოვიდეს. ბოთზე ერთობია? ა? ბოდიშ. თერი საღამო მე მაგრიტიკებს. რა ჩაიდინა, ხო ხვდები ხა? აი ვინმე მოაქვს ამის მერე, რაც შეგააკეთე? ჰა? ეს ხუბლი საინტერესოა. ნახე რა ხდება. აი მაგიტომ ვიზახთი რომ რომანტიულ საღამოზე ქალბატონები ესე არ თვრებიან. აქ მხოლოდ იმიტომ და აი კიდე როგორ? აქ იმიტომ დათვერი ესე რომ დაგაყოდეს არა როგორც საუნდაში. კიდე. ხო, პიარი დამიჯერა. საერთოდ არ მივიდა. სასმელი. შარი ეს სიგარა რა გონია რა. კაიტი ხარ? აუდეში. ნახე, მინდა აი ეს ხარ არის, რასაც მე ვიზახთი, აი ეს რაც ხდება აქა. გამაკრიტიკა და იგივე უარესი გააკეთა, ნახე რა ხდება. აი ვერც ერთი ქართველი ღიპიანი კაცი ამას ვერ იზამს. რაც ახლა ხდა ლალი მაროშკინა. აი შეხედეთ.
ბოთლები ერთმანეთზე გადაამტვია. მე შემასხა შამპანიური იმის იმედად, რომ მე ამას თვალში არ ჩავაწვავდი. იცოდა ჩემი ჯენტლმენობის შესახებ. არ ვიცოდი. გამოვიდე. ახლა ვაბლატავ. ეს და კამერას რო გამორთავ, მე როგორ დავჭი. რა იქნება არავინ არის. აი, შეგიძლიათ ამის, შევიდეთ. Giorgi, esa!